ინფრასტრუქტურული პროექტები დედოფლის წყაროში 2026 წელს სამიმართულებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები პრიორიტეტად რჩება. საწყის ეტაპზე 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით წლის განმავლობაში ეს თანხა ეტაპობრივად გაიზრდება. ეხლა ამ ეტაპისათვის რაც უკვე ვიცით, რომ ასე ვთქვათ, ხორციელდება, ეს არის დაახლოებით 6 მილიონის პროექტები ეგრეთ წოდებული რეგფონდებით და დაახლოებით 2 მილიონის პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ წლის განმავლობაში თანხების დამატება ხდება ხოლმე როგორც რეგფონდებში, ასევე ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების შემთხვევაში ჩვენც ვამატებთ ხოლმე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ეს საშუალებას მოგცემს, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით წლის ბოლომდე 10 მილიონის პროექტებს განვახორციელებთ, რომელიც სხვადასხვა მიმართულების არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, არის კეთილმოწყობის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ქალაქის ცენტრის გალამაზებას და ვთქვათ რუსთაველის ქუჩაზე დეკორატიული ღობის მოწყობას გულისხმობს, სკვერების მოწყობას გულისხმობს, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობას გულისხმობს, გარეგანათების სისტემების მოწყობას გულისხმობს და ისეთი პროექტები გვაქვს შერჩეული, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს და ის პრობლემები, რომლებიც აქვს ჩვენს მოსახლეობას, ამ პრობლემებს აღმოფხრის. სანიაღვრე არხების მოწყობა, მოგეხსენებათ, რომ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და ასფალტების რაოდენობის და სხვა პრობლემას წარმოქმნის ხოლმე, როდესაც წყლების შეკრება ხდება და შემდეგ უამონდობის პერიოდში, წვიმების პერიოდში შეიძლება რომელიმე მოსახლესთან მომატებული წყლის ნაკადები შევიდეს და ეს სადაც ხდება, ამის აღმოსავლელად ჩვენ წვისიერ ნაბიჯებს გადავდგავთ ხოლმე და სხვადასხვა სოფლებში და თვითონ ქალაქში საკმაოდ ბევრი პროექტები გვაქვს, რომელიც ამ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია დედოფლის წყაროს ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და მოწყობა და როგორც გითხარით, მრავალფეროვნები არის ეს პროექტები, მოიცავს თითქმის მთელ მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ასევე გაზაფხულზე მოგეხსენებათ, რომ თებერვლიდან მოხდება უკვე იმ პრიორიტეტების გამოვლენა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა შეარჩევს სოფლის პროგრამებთან მიმართებაში. სოფლის პროგრამები მიუხედავად იმისა, თანხობრივად ცოტა მცირეა, თუმცა ბოლო პერიოდში გაიზარდა, მოგეხსენებათ, წესი შეიცვალა და თითქმის 200%-ის დამატება შეუძლია მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მოგეხსენებათ, დედოფლის წყარო საკმაოდ დიდი სოფლები აქვს, უმრავლეს მათგანზე 20,000 ლარიას გამოყოფილი, 200%-ი დამატების შემთხვევაში ეს უკვე 60,000 ლარიან პროექტებს გულისხმობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ სოფელში არსებული, ვთქვათ, პატარა ბავშვთა გასართობი ატრაქციონის მოწყობა, სოფლის სასაფლაოს შემოღობა, პატარა სკვერის მოწყობა, ან იმ საჭიროებების გაკეთება, რაც მოსახლეობის წინაშე დგა აქტიურად განვახორციელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკმაოდ აქტიური წელი იქნება.